მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო, იწყება დიდი გადაცემა. ბატონი ილია ინჯია, საქართველოს პარლამენტის წევრი, სოციალისტური, რა ქვია თქვენს გაერთიანებას, ჯგუფი ხო ეს? ევროპელი სოციალისტები. კი ბატონო, ევროპელი საპარლამენტო ჯგუფი. ჯგუფის წევრი. პირველად არის ტელევიზიაში, კეთილი იყოს თქვენი ფეხი, ჩვენს ოჯახში. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. ჩვენ ვიცით, ვისი ვაზიც არის ბატონი ილია, ჩვენ ვიცით მამა ფრიდონ ინჯია, სწორედ აი ამ სოციალისტური ფრაქცია ერქვა მაშინ. ფრაქცია იყო კი ბატონო, სულის ჩამდგმელი და ერთ-ერთი ავტორი იყო. მისი პოლიტიკური და მენეჯერული წარსულის ვიცით თქვენიც. ვიცით რომ არა მარტო მიშას, არამედ სხვა ჩვენი ქვეყნის მმართველობის რეჟიმი მას გარკვეულწილად დაგაზარავდა და ვიცი ის ხასიათი თქვენი, ესე იგი ინჯიების ნამდვილი კარგი მეგრული ხასიათი, რომელიც ახლა გიწევს თქვენ შენ გააგრძელო ეს ესტაფეტა აიღე ხელში, რაც არ არის მარტივი საქმე. მოდი დავიწყოთ мотивაციით, თუ რატომ მოხვედი პოლიტიკაში. მე მგონი რომ ეხლა პოლიტიკაში მოსვლა, მით უმეტეს ადამიანს, რომელსაც წარმატებული ბიზნეს გამოცდილება აქვს, არის მართალი პრობლემების გაჩენა, საკუთარი საჯაროობა პრობლემაა, ოჯახის წევრები, ახლობლები, ნათესავები იძულებული გახდებიან აიტანონ თავდასხმები შენზე. მხოლოდ იდეა თუ არის ამაში და მეტი არაფერი. გითხარი რომ რატო გადაწყვიტე ეს ამის გაკეთება. ბევრი მიზეზი არსებობდა ამისთვის, ეხლა ჩვენი ოჯახი ასე თუ ისე ყოველთვის იყო ჩართული მეტნაკლებად პოლიტიკაში. არა დღევანდელი ბოლო წლების ის რეალობა, რა რეალობის წინაშე ჩვენი ქვეყანა დადგა, თუმცა მთელი ჩემი ცხოვრება აქ ცხოვრობ და ყველა ეტაპი გავიარეთ ერთად. და ძალიან ნათელი გახდა ის გარემტრებიც და შიდამტრების ბრძოლა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. და როდის თუ არა ეხლა იყო ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ყველა ერთად გავერთიანებულიყავით, რაღაცნაირად ეს ძალები შეგვეკრა და ერთად დამდგარიყავით ჩვენი ქვეყნის ინტერესების და სუვერენიტეტის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. რა ვიცი, მადლობა ღმერთს, რაღაცნაირად დღევანდელ დღემდე მოვედით, ვფიქრობ, რომ ყველას, ვინც ამაში არის დღეს ჩართული და ამ ბოლო წლებში განსაკუთრებით ქართულ ოცნებას მოუწია ამ ყველაფრის გავლა, დიდი სიმძიმების და დიდი გამოცდილების მიღება და გამოწვევებთან შეჭიდება და ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი ჩემი გადაწყვეტილების მიღების, რომ ეს მომენტი არის ალბათ გარდამტეხი მომენტი ჩვენი ქვეყნისთვის და მე ესე უყურებ, რომ ამ ყველაფერს თუ გაუძელით და როგორც ახლა აქამდე მოვედით, ძალიან დიდი მომავალი ექნება ჩვენ ქვეყანას და რაც გვინატრია, რომ აი ნეტა ჩვენ ქვეყანაში ესეთი ქვეყანა გქონდეს, ესეთი ასე იყოს. აი ესე იყოს, რომ მე მგონი მივდივართ ამ რეალობამდე და ანდახან ხუმრობ ხოლმე, რომ მე მგონი აგვიხდა თქო რა. ხო, ივერია გამწყდება გვინდა, ივერიის გამწყდება გვინდა ყველას. ეს ლიტონის სიტყვები რომ არა მე მესმის რომ ვიღაც ჩვენ საუბარს მოусმენს და იტყვის რომ ან ცრუობთ ან მოცნებობთ, მაგრამ თუ შევხედავთ იმას რა ხდება მსოფლიოში, აი დღეს რამოდენიმე ხნის წინ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა რაც დაატრიალა მიუნხენში, რომ პირდაპირ პირში მიახალა ევროპას ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ და ჩვენზე უფრო მეტადაც თქვა. გოგა ხაინდრავა გამოდის და ძალიან კაფიოდ ალხელს ხოლმე ევროს კავშირს. გოგა ხაინდრავაზე მაგარი აღმოჩნდა ამ შეფასებებში უფრო შორს წავიდა. მან თქვა, რომ ავტორიტარული რეჟიმები არის ევრობიუროკრატიის ავტორიტარული რეჟიმები, არჩევნების გაუქმებაზეც ილაპარაკა, როგორც რუმინეთში იყო და მან თქვა, რომ ასეთ ეგრეთ წოდებულ დემოკრატიასთან ამერიკას არ შეიძლება რომ კავშირი ჰქონდეს. ეხლა ეს ყოველ დღე არის ჩემთვის პირადად მიუხედავად იმისა, რომ უკვე ხვდები, რომ იცვლება სამყარო, სენსაცია არის. შენი აზრი მინდა. რა თქმა უნდა, მოლოდინი გქონდა, რომ ძალიან დიდი ცვლილებები მოხდებოდა სამყაროში. ასეთი ალბათ ხო. მაგრამ გულახდილად ვიტყვი, რომ ასეთი სიჩქარით, ესეთი დიდი ნაბიჯების გადადგმა მოლოდინი ნამდვილად არ მეგონა ესე თუ დაალაგდებოდა. თავი არის, რომ ძალიან დიდ ძალას დაეჯახა ამერიკის პრეზიდენტიც და მისი აპარატი, რომელიც ყოველ დღე აი ისეთ მაგალითებს და ისეთ რეალობებს გვანახებს, რომ
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამდენი წლის მანძილზე ვიძახდით, რომ ეს ხდება ხალხო რაღაცა გამოფხიზდით, შეხედეთ, შემოგხედეთ რა დღეში ვართ, აქ ეს უკუღმა გვეუნებიან, თვითონ სხვანაირად აკეთებენ. ყველაფერი შემოუტრიალდა და ჩვენთვისაც ბევრი რამე აღმოჩნდა სიურპრიზი რა. აი, რა გითხრათ, მეც თქვენთან ერთად ყოველ დღე გაოცებული ვკითხულობ იმ ახალ ამბებს, რაც ჩვენ გარშემო და ამ დიდი ქვეყნების პოლიტიკურ ასპარეზზე ხდება. ხო, პირდაპირ ასახვა აქ მე მგონი. მე აი ფიქრობ, რომ იმ ხალხზე, რომელსაც არ მისცა ხმა ქართულ ოცნებას, უფრო მცირე რაოდენობა, რომელიც აპროტესტებს, იმაზე მცირე, რომელიც უბრალოდ უზდელურად იქცევა და უმსგავსეებში ჩადის, ხო? რა თქმა უნდა, ანგაჟირებული და დაფინანსებული ბევრია მათ შორის. არიან ადამიანები, რომლებიც რაღაცა შეიშალდნენ, მე მგონი, აი ან რაღაც აბსოლუტურად განათლება აკლიათ. აი უბრალოდ მინდა ახსნა ეს ჩვენ ერთი თაობა ვართ მაინც და აი ზოგიერთი ახალგაზრდის ყველასი არა მეთქმა დაიმფეროს. ვერც დაელაპარაკები, ვერ აუხსნი, რომ სოფლიო წავიდა სხვა გზით. რასაც ისინი იცავენ, ის აღარ არსებობს. მორჩა, დამთავრდა. აღარ არის. გაქრა, ტყუილი იყო და გაქრა. ხო? აი როგორ ფიქრობ შენ ალბათ როგორც პოლიტიკოს გიფიქრია მაგაზე რა არის გასაკეთებელი როგორ უნდა სანამ პოლიტიკაში შემოვიდოდი რა თქმა უნდა ესეც ალბათ იყო რა ერთ-ერთი მიზეზი და ვერც იმას ვერ ვიტყვი ესე გადაჭრით რომ რაც გაუნათლებელი ხალხი ყოველ შემთხვევაში მე არ მეგონა მე უყურებდი რომ განათლებული ადამიანები არიან რომელსაც უსწავლია მაგარ ადგილებში უსწავლია დაუმთავრებია მაგრამ რაღაცა ვხედავთ ამას ყველა რომ ამ ანალიზის გაკეთება როგორ პრობლემა გახდა ყველასთვის და რა თქმა უნდა არიან ადამიანები ვისთვისაც რაღაც ქცევა ზოგისთვის გადამდებია და აყვება ამ ემოციას საერთოდ ემოციური ხალხი რო ვართ ეს დღეს არ არის ხო საერთოდ ეგრეა ამიტომ ვერ გეტყვით, ჩემთვისაც გასაკვირია ეს ყველაფერი. კი, ახალგაზრდების კიდე არ მიკვირს, იმიტომ რომ მაინც ახალგაზრდები არიან. არ უნახავთ, არ გაუვლიათ ეს ყველაფერი. სხვანაირი სასწორით წონიან რეალობებს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს დიდი ცვლილებების შემდეგ ბევრი ადამიანი დაფიქრდა კიდე მაგაზე. ვიღაცები იქნებიან ალბათ, ვინც ვერ მივლენ, ხო? ეგეთი ადამიანების დარჩებიან და ალბათ უნდა დარჩნენ კიდევაც რომ ჩვენც არ მოვიმას არ მოვდუნდეთ ხო ვიყოთ ყოველთვის ფორმაში ხო ანუ მე რატო გეკითხები იცი რომ აი ავიღოთ ხო ეს ჩვენი საზოგადოება ყველანაირი ხალხია და ყველანაირი ხალხი უნდა იყოს და ყველანაირი ხალხ ადამიანს უნდა გქონდეს აზრის გამოსვლის უფლება მაგრამ დომინანტობის სურვილი უმცირესობისა სოციო-კულტურული მეინსტრიმი არსებობს რომ სტუმართმოყვარეობა კარგია სალოცავი არ უნდა შებილწო, საჭმელში არ უნდა ჩააფურთხო. ოჯახი არ უნდა არიო. შვილები მშობლებს არ უნდა დაუპირისპირო. მოხუცებს უნდა პატივისცე, ეკლესიას უნდა პატივისცე. შეიძლება არ გწამდეს, მაგრამ ასე შემდეგ, ნუ ისეთ რაღაცებზე დედა, მამა, ქალია, კაცი ქალია, ხა ტრამპის სიტყვებს ვიმეორებ. რაღაცა არის ბაზისი, რაზეც საზოგადოებები ფუძნდება. და როგორ მოხდა ასე მოკლე დროში ეს ყველაფერი რაღაც გარკვეული რაოდენობა ადამიანების მიერ კითხვის ქვეშ დადგა და გაყვნენ რაღაც ლანდებს რომელიც გაქრეთ ეს ლანდები რა ეგრეთ წოდებული ევროპული დემოკრატია როგორ მოხდა ამაზე ეს ამსოვანია იმიტომ რომ მე ამით უშველი ჩვენ როგორ მოხდა ბევრი მიზეზია და პირველ რიგში ალბათ ჩვენ გამოგვეპარა ბევრი რამე გამოგვეპარა, იმიტომ რომ როცა ბევრი პრობლემები გაქვს გარშემო, აქედან ის გიტევს ესე, იქიდან ეს შეიძლება ყველაფერს ვერ მიაქციო ყურადღება, მაგრამ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო საგანმანათლებლო სფერო, რამაც ამ დონეზე რის შედეგსაც ჩვენ ახლა ვხედავთ. აი ჩემი აზრი ეს არის, რომ რაღაცა მომენტში ჩვენ არ მივაქციეთ ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანს, რომელზეც უნდა დაგვეშენებინა ჩვენი კიდე მომავალი თაობა, მაგრამ არ არსებობს ცხოვრებაში გამოუვალი მდგომარეობა, არ არსებობს. ასე რომ აუცილებლად
გამოვალთ ამ მდგომარეობიდან აუცილებლად ეს დაალაგდება და აუცილებლად კიდე უფრო გაძლიერდება ჩვენი ქვეყანა და იმედი მაქვს რომ ეს ახალგაზრდებიც ერთმანეთის შემყურე დაინახავენ იმ რეალობას ეხა ყველა ახალგაზრდა ხო არ არის ერთ ჭკუაზე ზოგი მადლობა ღმერთს რომ ხვდება ამას ყველაფერს ხედავს კარგად მართლის განაპირობებს რასაც ეხლა რაც იწვნიეს და რასაც ყოველდღე უყურებენ რომ მართი გმირები ხო პანტა-პუნტით მიდიან ეხა შოლცი მიდის მაკრონს დიდი ხანი არ დაჩენია ხო ეს ევროკავშირის ჩინოვნიკებიც არ დაელაპარაკება ტრამპი ამერიკა მაგათ არ დაელაპარაკება არ შეიძლება რატო უნდა დაელაპარაკოს ხო არა ნამდვილად ეხა თქვა კიდევაც ხო ახლა მეტი რაკნას ეხა იმ გაცმა ყველაფერს ამბობს ხო თავისუფლად ღიად ამას უხსნის რა რატომაც იმასაც უხსნის ასე რომ აი ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით რომ ასეთი მოლოდინი მართლა არ მქონდა ასე სწრაფად რომ შეიცვლებოდა ყველაფერი მაგრამ ყველაფერი ალბათ რაღაცა დადებითისკენ მიდის კი პარლამენტში ხარ და თვითმკვლელები არიან პოლიტიკურად და არ შემოვიდნენ პარლამენტში ეს კაცი ბოლი კაცი მოღალატე რაღაცებს ჩალიჩოს მაგრამ ან მაისამდე უნდა შემოვიდეს თორემ გააგდებენ მაგასაც ხო და მოხდა ისე რომ გარკვეულწილად დარჩა ეს ქართული ოცნება რაც არ ვარგა იმიტომ რომ ოპოზიცია უნდა იყოს რამდენად შეძლებს ხალხის ძალას ვკითხე და ვკითხავ კიდევაც და თქვენს რაღაც როგორც გარკვეული ჯგუფი რამდენად შეძლებს აი ამ მისიის იმიტომ რომ ხელოვნური არაფერი არ უნდა იყოს ეხა იმიტომ რომ მე რაღაცა ილუზია შექმნა რომ იქ რაღაცა დაუპირისპირდა ვიღაცას ამის გამო არ უნდა ვიმოღვაწეო ხო სადაც არ არის საჭირო იქ არ უნდა გააკრიტიკო მაგრამ რა თქმა უნდა ქართულ ოცნებას ისე როგორც ყველა ხელისუფლებას ბევრი რამე აქვს არასწორი აი როგორ აპირებთ ამ ყველაფერზე რო ვიფიქრეთ და შევხედეთ იმ რეალობას რაც რა რეალობაშიც აღმოჩნდით ჩვენი ქვეყანა და არა მარტო ჩვენი ჩვენ გარშემო რა რეებიც მოხდა და ვინახეთ რომ ჩვენი ქვეყნის პატრონები უნდა ჩვენვე ვიყოთ რა თქმა უნდა ერთ ძალას არ შეიძლება ყველაფერს ყურადღება მიაქციოს და ეს შეუძლებელია ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით აი წეგან განათლება ვახსენეთ და ჩვენ გვინდა ის მისია ავიღოთ ჩვენ თავზე რომ ის რაც კეთდება აუცილებლად გავაკონტროლოთ და ყოველთვის ფორმაში იყოს უმრავლესობაც და მართლობაც და ჩვენი თემებიც წამოვწიოთ და უმნიშვნელოვანეს ეს რა არის მაინც რა მიმართულება და რა თემებია გამოვდივართ იქიდან რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი კიდევ უფრო გასაძლიერებელია ხადია ჩვენ ძალიან ბევრი სტრატეგიული ობიექტები რეალურად ჩვენი ქვეყნის მართლობაში აღარ აქვს. ეს რუსეთს აქვს და ამერიკას არ აქვს, იმიტომ არ ჩირდებოდა რეალურ ეკონომიკაში ფულის ჩასვლა. კი ბატონო. ამიტომ ჩვენ ნელა უნდა დავიწყოთ ჩვენი უმნიშვნელოვანესი მიმართულებების შენება. ხო, პირველ რიგში აღარ გამოვა, გასაგებია. ექსპროპრიაცია აღარ გამოვა. არა, ეგ რა თქმა უნდა არ გამოვა, მაგრამ ბოლშევიკური არ გამოვა. რაღაცეები გადავდგათ ნაბიჯები და ალბათ ჩვენ დავაყენებთ, მოვამზადებთ ამ საკითხს, რომ ბევრ ევროპის ქვეყანაშიც არის ესეთი რამე, რომ სახელმწიფო ბანკის თემა წამოვწიოთ. ხო, სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აკონტროლებდეს თავის ფინანსებს და გრძნობდეს რა და როგორ ანუ ეს ეროვნული ბანკის ეს კონცეფცია თქვენი აზრით ეროვნული ბანკი არის როგორც მაკონტროლებელი მარეგულირებელი ხო მაგრამ თვითონ უშუალოდ ბანკი რომელიც ბევრ ქვეყანაშია ევროპის მე როგორ მივხვდი იცი რომ ძალიან ბევრი ფული დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღებული ფული ბიზნესის განვითარებისთვის ოღონდ ჩერეს ბანკები აი ზუსტად ზუსტად ეგეც ერთ-ერთი კი და ბანკები გამიდნენ ხო ეხა ხო არის აწარმოე საქართველოს ფონდი ამდენი პროექტები გაკეთდა კი ბატონო ამდენი და სულ არის საუბარი იმაზე და გქონდა საუბარი რომ აი იაფი ფული რა იყო და ამის ახსნა გვჭირდებოდა ყოველთვის თუმცა მენეჯმენტი ისევ კერძო ბანკებს დავავალეთ კი და იქ იმას თავისი ინტერესი ჰქონდა რატომაც არა თუ სახელმწიფო პროგრამებია და ამას ქვია რომ
ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზეა გათვლილი, თვითონ აკონტროლოს ეს ყველაფერი. ჩაითვალა რომ სახელმწიფო მიდად მოუხეშავია ეს ლიბერტარიანული მიდგომა იყო რომ მას დონორია უბრალოდ და ყაირათიანობას და მიზნობრიობას ბანკი უფრო გააკონტროლებს, თუმცა გეთახმები რომ არის სადაო თემაა. კი. მაგრამ არასდროს ამაზე არავის არ დაუწყო. ხო, ლაპარაკი არ დაუწყო, გეთახმები. აი ერთ-ერთი რაღაცას მნიშვნელოვანია, საინტერესოა ძალიან. იმიტომ რომ ამაზე შეიძლება ბევრი რამე იყოს აგებული. იუსტიციის სახლის სერვისები, ესე ყველაფერი აბსოლუტურად. საგადასახადო რაღაც სისტემა გადახდის, ჩვენი შიდა რო გქონდეს და ასე შემდეგ. ბევრი მიმართულებები არის. ანუ რაღაც სერვისები, რომლითაც ბანკები, რომლებიც სხვადასხვა პირდაპირ გეტყვით და არ არიან ქართული ბანკები. მე არ დასახელების და გვარების დასახელება, მაგრამ ქართველების არ არის ეს ბანკი. საქართველოს მოქალაქეების ეს ბანკები არ არის. ხო ვიცით ყველა. ვიცით ყველა. ვიცით არის ესეც ხო ვიცით? აი ეგ არ ვიცით ზუსტად. ისეთი ძალების, რომლებიც უფლებას აძლევენ დიდ ბანკებს პირდაპირ ჩაერთონ და იყო ეს მაგალითები რევოლუციურ პროცესებში. აი სულ რო არ შევიდეთ ამაში, აი მაგ განხილვაშიც რომ არ შევიდეთ და სულ რო ქართველების იყოს ნაწილობრივ, ხო? მაინც ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს ეს ნაბიჯი კიდევ უფრო დააფიქრებს იმათ თავიანთი სერვისის პროცენტზეც, დახვეწაზეც და კონკურენციაზეც. სად ორი ბანკი და სად სახელმწიფოც რაღაცა სერვისებში ჩაერევა და ამას შეიძლება კერძოს ესხები არ უნდა გასცეს, დაუშვათ. მაგრამ დევნილები, პენსიები რაღაც გარკვეული სახელმწიფო სერვისების გადახდა უამრავია რაშიც დიდი ფული ტრიალებს აი ამ ბანკებში კომუნალურები არა იმიტომ რომ კერძო ორ კერძო სუბიექტის შორის არის იმიტომ ეს გასვესებული გვაქვს ჩვენ კომუნალური სერვისების მომწოდებელი ეს გასაგებია მაგრამ აი ეს მართალია ესეთი მიმართულებები იქნება ბევრი კიდე სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობა არის ეს თუ 1000 რამე აი ფიქრობთ რომ ჩვენ ესენი დაზღვევა შეხარჩენ ბატონო სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაზღვევა რომელსაც აცილი ბანკი ხელს არ კიდევს საქართველოს შეუძლია გარისკვა და ძალიან დიდ სტიმულს მიცემს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ფერმერებს ეს იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია კი აი ხლაც მომდის თავში არის ამაში რეზონი გეთახმები კი ბატონო ხო მაგრამ ისე იმავს მინდა დაუბრუნდე ალბათ არ ვიცი რას იზავს გახარია ალბათ შეიძლება არც არ იზავს და ეს 4 წელი გვექნება აი ესეთი პარლამენტი რა თქმა უნდა ფორმალურადაც და ისე ძალიან ცუდია რომ სკვეთად გამოხატული ოპოზიცია არ არის მაგრამ კარგიც ხომ არის რომ უკვე კონსტრუქციულ რეჟიმზე წავა იქ დავა და აუცილებლად ეს აუცილებელია და ამიტომ რადგან ეს ნიშა განთავისუფლდა ჩვენი მიზეზით ერთ-ერთი მიზეზიც ეგ იყო რომ ჩვენ რაღაცა შეგვექმნა ის პატარა ძალა თუნდაც ვისაც შეიძლება რაღაც პოლემიკაში არგუმენტირებულ პოლემიკაში შესვლა თავისი ინიციატივების წარმოდგენა და ეს ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას აი გამოვდივართ მაკედან ნებისმიერი ჩვენი იდეა გადაწყვეტილება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ხო ეს არის იდეა იმისი რომ ლიბერტარიანული მიდგომით ფული შეიძლება მთავრობამ გამოყოს ამ ფულს მე კერძო სექტორი მიხედავს ბანკები თუ სადაზღვევოები და შემდეგ უკვე ყაირათიანად გაანაწილებს და სინამდვილეში თუნდაც ამ ძალიან მაგარი დაზღვევის პროგრამით მივიღეთ თავკომბალა მივიღეთ ჩვენ სამეცნიერო სფეროში ფინანსურ სფეროში ისეთი დიდარი ორგანიზაციები რომელიც სახელმწიფო ფულს იღებენ რომლებიც როცა კრიტიკული მომენტი დადგა არ მინდა გვარები და სახელები კიდე თქმა ყველამ ვიცით ეს სადაზღვევო ფირმები სამედიცინო ასე თქვათ კომპანიების მფლობელები და ასე შემდეგ დაუპირისპირდნენ სახელმწიფოს ანუ ხვდები რა ნონსენსია რა რომ პირდაპირ აქედან გამდიდნენ და მე გამარჯობა შენ დაუპირისპირდნენ ეგ ხა არ არის სწორი არც შემგან იქნება ეხლა სწორი რომ ყველაფერი იცის ის კაცი ჩვენ კოლმეურნეობის თავმჯდომარეა და გვარს არ დავასახელებო ყველა მიზეზს ლაპარაკობთ კი ბატონო ასე რომ ბევრი რამე გვანახა ამ დრომ ბევრი რამე მოხდა ჩვენს თვალწინ და ეს გვაძლევს იმის საშუალებას და
ლეგიტიმაციას, რომ მსგავს რაღაცებზე მოგვიწია ფიქრი. ხო, და მსგავსი რაღაცების დაგეგმვისთვისაც კარგია სახელმწიფოს დაცვისთვის არის კარგი. ზოგადად უნდა მე მგონი, ეხა ძალიან კარგი კანონი იხვეწება მედიაში უცხოური ფულის და უცხოური გავლენის შეზღუდვისთვის და ზოგადად უნდა განზოგადდეს ეს, რომ ინვესტიცია კეთდება, გასაგებია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ინვესტორს არ უნდა შეეხო და უნდა შეუქმნა ისეთი, რა ქვია, გარკვეული დადებითი აურა და მომსახურება უნდა შესთავაზო ძალიან მაგარი, მაგრამ რაც კონკრეტულად სახელმწიფოს საქმეა და ინვესტორი იქ ვერ შევა, იქ სახელმწიფოს უნდა გქონდეს საკუთარ ფულს გაყვეს ბოლომდე. თავისი ბერკეტები აუცილებლად უნდა გქონდეს. კი ბატონო, აი ძალიან კარგი იდეა. და კიდევ ერთი ამბავი, რომელიც ახლა ეს ევრორეზოლუციებზე და ასე თქვათ ქმედებებზე მინდა რომ კითხო. აი ხა რასაც აკეთებენ ხრება პროტესტი, მე მგონი ფულიც უთავდება ჩემი აზრით, რომ იხარჯება რა ეს ფული რა. და ცდილობენ რომ ეს ბოლო ამოსუნთქვა, სანამ ამერიკასთან ცივი ომი დაიწყება და დაიწყო უკვე, გვაყრიან უსამართლო, აბსოლუტურად უსამართლო, ისეთ სიგიჟემდე მივიდა რომ მიშა ახსენეს, ჩარჩენილია, რაღაცა რო ჩაქრჩება რა, რაღაცა წერილს რო წერს და რო გაკ შაბლონი მზად და ვერ შვები, ვერაფერს ვერ უშვები იმ შაბლონიდან ვერ ცვლი ვერაფერს. აი ესე რეზოლუციაში ჩარჩენილია მიშას. ხო ცხადია უკვე ფეხებზე კიდიათ. ეს რეალობა. ეს რეზოლუცია უკვე იმდენად შევეჩვიეთ მსგავს რაღაცებს, რომ აბსოლუტურ არაადეკვატურობასთან გვაქვს საქმე, ჩემი აზრით. პირველ რიგში ეს ხალხი თავის ქვეყნებს არცემენ პატივს ამ ასეთი მსგავსი რეზოლუციების გამოცემით. ასეთ რეზოლუციებს რომელ ქვეყანას ეკუთვნება, მაგათ სამშობლო არა აქვს. ეს ხო ნაკრებია. ხო, რაღაცა განსაკუთრებული ნაძილების კრებულია, რომლებსაც იმ ქვეყნებსაც, ვისაც წარმოადგენენ, იმათაც არ აინტერესებთ ეს რეზოლუცია. თავისი ქვეყანაც კი არ აინტერესებთ. და უპასუხისმგებლოდ ეპყრობიან იმ თანამდებობას, რაც უჭირავთ, მაგრამ ფაქტია, რომ არ აინტერესებთ თავიანთი ქვეყნის იმიჯი, პრესტიჟი, არანაირად ამას როგორ შეიძლება ამას ეს დაერქვა, როცა ერთი და იგივეს მე რამდენად იმეორებ, ხო? აი ტრამპს უბრალოდ არა აქვს ეხა ძალა რომ გადაწყვეტს ამათ, თორე ალბათ დაშლიდა ამაც უკვე. არა, სალომე ზურაბიშვილს რომ აცხადებს ევროპა, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტი. რომ ისე პრეზიდენტია, თურმე. ამასთან ძალიან კომიკური ამბავი ვნახე, ევროკავშირის ეს ხელმძღვანელი ფონ დერ ლაიანი და ბალტიისპირეთის, პრიბალტიკის სამი ქვეყნის პრემიერები ხელი-ხელ ჩაკიდებულები რაღაცას აჭერდნენ. მეთქი რა ხდება, რაღაც ახალი გაუშვეს, ახალი ხაზი, ახალი ენერგეტიკული ობიექტი, ახალი კაშხალი. თურმე ზეიმობენ ბალტიისპირეთის ქვეყნების რუსეთის ენერგოსისტემიდან ჩახსნას. არა, ეგ ხო. თან გაზვირდება, დარწმუნებული ვარ. ხდებით რა სიგიჟია, აი უბრალოდ რო ხდებოდა, მიხდეთ რა არის რა სიგიჟე. ეს აი დაახლოებით სიგიჟე. 2008 წლის ომი რო ჩვენ მოვიგეთ, აი დაახლოებით. მე მახსოვს საწყალი შევანაძე რო ხსნიდა ბაქო ჯეიხანს და რაღაცა იხსნებოდა, რაღაცა კეთდებოდა, მართლა ნუ აიყო რაღაც ამაღლებული ატმოსფერო. ეხლა ზეიმობენ, აი ესეთა წაკროკებს ხელი დააჭირეს და რა ზეიმობენ? ანუ რაღაც ეხო ისეთი ჟესტია, რომ გაიხსნა ტრასა, რაღაცა კოსმოდრომი, გამოჩეს ის და იგი სტემსელიდან გამოიღეს და უბრალოდ ძვირში შეარჩეს და ეს იზეიმეს. ანუ აი ეს ეთქობა არ არის მარტო მიშას მოფიქრებული, არა, ეგ მარტო არ ვარ. აფრენე ხო, ამაზე ვილაპარაკებით ბატონო ნოდარი მოსულია, ხო? კი ბატონო, მოდი ახლა წარმატებებს გისურვებ. დიდი მადლობა. ოჯახი, ცოლიშვილები? კი, ცოლიშვილები, გოგო ბიჭი. ძალიან კარგი. და წარმატებული იყო შენი საქმიანობა. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ არ არის მაინდა-მაინც სახარბიელო საქმე, საჯაროობა, მაგრამ რაკიღა მაინც ნახევრად იყავი ბარემთლიანად. დიდი მადლობა. მოკითხვა შენს ხარეს, ძალიან მაგარი მხარი დანახართ და მაგრად იყავით, ეხლა რეკლამას ვნახავთ და შემდეგ ბატონი ნოდარი კაპანაძე გვეწევა. მაგაზე მე ვილაპარაკე. ბატონი ნოდარი კაპანაძე არის ჩვენ განსაკუთრებით. სტუმარი მოგესალმებით ბატონ ნოდარი. თქვენ ძალიან კარგი კვლევა ჩაატარეთ საშუალო ფენასთან დაკავშირებით, მოგვიანებით დავიწყოთ ამაზე საუბარი.
მინდა გითხრათ რომ პოპკორნი მაქვს მომარაგებული და იქ ხო ღამეა ხო ჩვენთან როცა დღეა და პირიქით და დილით რო ვიღვიძებ ვიწყებ ფურთვას ამერიკული გამოცემების რა და ძალიან საინტერესოა ძალიან ყოველ დღე არის ჩემთვის რაღაცა დიდი ახთოვანების მომტანი იმიტომ რომ მე არ ვიცი ხა ეს რა არის ეს რა ხალხი მოვიდა ეს რა განცხადებებია რა მოძრაობებია ნუ ეს არის ძალიან მაგარი და ბოლოს ეხლა ხანს გამოვიდა ვიცე-პრეზიდენტი და დააკუკა თავზე ევროპას რომ ეს არ არის დემოკრატია უთხრა და ეს არისო ავტორიტარული რეჟიმებიო თქვენ არჩევნებს აუქმებთო ასეთ ევროპასთან ჩვენ საქმის დაჭერა არ გვინდაო ეს არის რა თქმა უნდა ინტერპრეტირებული ჩვენში მაგრამ შორს არ წავედი და ის გამოვიდა გერმანიის თავდაცვის მინისტრი ნუ ეს საერთოდ ეს თანამდებობა ხო მეორე მსოფლიო ომის მერე გერმანიის თავდაცვის მინისტრი ხო უკვე რაღაც საინტერესო არის ეს არის ოქსიმორონი და დაგმო ეს რა ქვია ბატონი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი 100 ბაზა არის ოკუპირებული ქვეყანაა ხო გერმანია 329 არა 100 ბაზაა თვითონ მე მგონი იმაში გერმანიაში 329 დიახ ხედა მე 100 ვიცოდი 329 მართალი მათ შორის არის რამშტაინი არა რამშტაინი ბაზა არ არის რამშტაინი მეთქვა მეგაპოლისია მაგრამ თავარი ცენტრი და აი ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი აგინებს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ნუ ეს გადაობაა უბრალოდ რამდენი დარჩა ახლა 23 თებერვალს არის ორჩება დამთავრდება მთელი მაგათი ამბავი ხო სიმბოლური ხო შოლცს არ შეხვდა რატო უნდა შეხვედროდა პრინციპში რა აზრი ქონდა ეს პირდაპირ თქვა ხო არ აქვს აზრი რომ მასთან შეხვედრას 23 თებერვალს არჩევნებია აღარ იქნება ხო კი ბატონო არასერიოზულია მე მაინც მინდა როგორც დამთვლელ კაცს რაღაცებს ხო კარგად ითვლი კი თვლავიც მე მაინც მინდა გითხრა რომ რატო ჩქარობს ესეთი ტრამპი მე მაქვს ესეთი დილეტანტური იდეა რომ რეალურად ამერიკას შეიძლება შემოაკლდა ფული რომ ბეჭდავს ბევრს და არის ინფლაცია და ფასები გაეზარდა და როცა ამ კაცს სულ ფული აკერია პირზე რაც ბიზნესმენია და რა თქმა უნდა გამოწვეულია ის მისი ექსტრაორდინალურობით კი არ არის მხოლოდ გამოწვეული არამედ რეალური საჭიროებებით არის გამოწვეული და მართლა სჭირდება ფული ამერიკის გადარჩენისთვის. რა ვიცი, რამდენად შეგიძლია ამის ანალიზი, ჩემი იდეის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ დონალდ ტრამპი არის ბიზნესმენი. კი ბატონო. და ის პირველ ვადაზე თავის პრეზიდენტობის იყო ბიზნესმენი. კი ბატონო. სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება დონალდ ტრამპს იგებდა და მისი გუნდიდან სულ რაღაც ერთეულები შეიძლება დაასახელო, ვინც არის კარიერული ჩინოვნიკი. ჯეკ რუბიო შეიძლება თქვა, რომ არის კარიერული ჩინოვნიკი რა. დანარჩენი ყველა არის მოსული ბიზნესიდან. ანუ მათი ხედვა ცოტა სხვანაირია რა. ეხლა რომ ვთქვათ, რომ დონალდ ტრამპი შეიძლება ანტილიბერალურ და მემარცხენე გლობალისტურ ტალღაზე მოვიდა და ამიტომ შეიძლება კონსერვატორი დაუძახოს ვიღაცამ მას, მაგრამ ტრამპი კონსერვატორი არ არის, გვერდზე ყავს ბოლოს და ბოლოს ილონ მასკი და ვივიკ რამასვამი, რომლებიც არიან ალბათ უკიდურესი მემარჯვენე გლობალისტები. თუმცა სხვანაირი მეთოდებით. კი, სხვანაირი მეთოდებით, რა თქმა უნდა. ეხლა რაც შეეხება ფული შემოაკლდა თუ არა. ფული როგორც ასეთი ნიშნები და ანგარიშები და მილიარდები ანუ ეკონომიკას ამერიკის ეკონომიკას გაუჭირდა. ხო, ამას ვაბა. გაუჭირდა არა იმ დონეზე რომ დავუშვათ ეხლა ჩამოიქცა ქვეყანაში მშილობა დაიწყო და ასე შემდეგ, მაგრამ იმ ფუნქციების შესაბამისი აღარ არის, რა ფუნქციებსაც ამერიკის შეერთებული შტატები ატარებდა 50-იანი წლებიდან მოყოლებული. კი ბატონო. ნუ 40-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული. ბოლო მონაცემებით 2023 წლის მონაცემებით მსყიდველუნარიანობის პარიტეტით. ვინაიდან მხოლოდ ამ შემთხვევაში არის ქვეყნის ეკონომიკების შესაძლებელი და არა გასვლითი კურსი. მსყიდველუნარიანობის პარიტეტით საერთაშორისო დოლარებში გადაყვანილი ამერიკის ეკონომიკა იყო 27 ტრილიონი, ჩინეთის 37. მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტით. ამერიკის ეკონომიკა, რომელიც 40-იანი წლების ბოლოს იყო მსოფლიო მრეწველობის მსოფლიო ეკონომიკის თითქმის
მრეწველობის და ჯემთლიანად ეკონომიკის და მე მრეწველობაზე მე ვთქვა. სოფლიო ეკონომიკის თითქმის ომამდე ომის შემდეგ. ხო, დაინგრა აბა ევროპა და ხო, იაპონიაც. დაინგრა, მაგრამ 50-იან წლებში როცა უკვე იქ აღდგენის პროცესი მიდის, ეს კიდე აღდგენის პროცესი და მარშალის გეგმა, ეს კიდე ცალკე სიმღერაა. ცალკე აფერიზმია. ცალკე ამბავია. მაშინ იყო თითქმის 40% სოფლიო ეკონომიკის. ეხლა არის 15%-ზე ნაკლები. ჩინეთის ეკონომიკა არის უკვე 19% სოფლიო ეკონომიკის. ანუ ჩინეთი და ამერიკა და ჩინეთის ეკონომიკა თვითონ ჩინეთი ძალიან ძველია, მაგრამ ჩინეთის ეკონომიკა ამ იპოსტასში რა იპოსტაშიც ეხლათ არის. ეს არის ძალიან ახალგაზრდა და მზარდი ეკონომიკა. ჩინეთის ეკონომიკაში რეალური ეკონომიკის, ანუ მრეწველობის წილი არის 24-25%. ამერიკის ეკონომიკაში მრეწველობის წილი არის 10%, 10-11%. განარჩენი არის მომსახურების ეკონომიკა არის 80%, ჩინეთში არის 53%. რა თქმა უნდა, რეალური ეკონომიკის და მომსახურების ეკონომიკის დასას იწვევს, მაგრამ ამერიკაში თითქმის მთლიანად მომსახურების ეკონომიკა არის. ნუ პოლიტიკური წყობის გამოა ეს. რასაკვირველია, ეს არის ამერიკა ეხლა არის ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა ამჟამად იმყოფება გარკვეულ ჩაკეტილ წრეში. კი ბატონო. ეს წრე არის შემდეგი, რომ ამერიკას აქვს საშინელი სავაჭრო ბალანსი, საგადამხდელო ბალანსი. სხვა ქვეყნებთან? სხვა ქვეყნებთან განსაკუთრებით ჩინეთთან. ხო, სალდო უარყოფითი. კი, უარყოფითი სავაჭრო სალდო. ყიდულობს ბევრს და არ ყიდის. კი, ყიდულობს უფრო მეც ვიდრე ყიდის და გააქვს ეს მისი თავარი საექსპორტო საქონელი არის დოლარი. ხო. ხო. მაგრამ ეს უარყოფითი სავაჭრო სალდო ამერიკას სჭირდება თავისი აი ამ სწორედ დოლარის საერთაშორისო სისტემის შენარჩუნებისთვის. უარყოფითი სავაჭრო სალდოს დადებით სავაჭრო სალდოთ გადაკეთება პრობლემებს შეუქმნის სწორედ ამ დოლარის საერთაშორისო სავაჭრო სისტემის ეგრეთ წოდებულ ბრეტონ-უცის სისტემას. რომლის მოშლა უნდა მე მგონი. რომლის მოშლას უნდა, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების ჰეგემონიის მთავარი იარაღი არის დოლარი. მაშინ რატომ დაუწყეს ჯანჯღარი დოლარს თვითონ ამერიკელებმა? SWIFT-ი რატომ ჩაკეტეს? რატო აუგზალეს ქვეყნებს, დიდ ქვეყნებს? იმიტომ ეს ხო სიგიჟეა. რასაკვირველია, იმიტომ რომ სანდო აღარ არის. Make America Great Again მაგ პრინციპს ჭირდება ამერიკის რეალური ეკონომიკის და ამერიკაში რეალური ეკონომიკის და სჭირდება ქარხნების გადმოტანა. იმ მრეწველობის, იმ სამრეწველო სიმძლავრეების, რომლებიც დენ სიაოპინის 1979 წლიდან დაიწყო გადატანა ეტაპობრივად და თითქმის გადავიდა მთლიანად ჩინეთში და ამერიკაში წარმოიქმნა ეგრეთ წოდებული ჟანგიანის არტყელი, დეტროიტის სამრეწველო კვანძი თითქმის მთლიანად კოპირებულია მიტოვებული ქალაქები. კი, თითქმის გახსოვს ალბათ 94 წლის სოფლიო ჩემპიონატი რომ ჩატარდა ფეხბურთში, ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი სოფლიოში იყო პონტიაკ სილვერდოუმი. ეხლა ამ სტადიონის ფოტო რომ ნახო, იტირებ. განადგურებულია. ეს არის მოჩვენებების ქალაქი ეხლა. მაგრამ ეხლა პრობლემა სხვა რამეშია. ჩინეთში ეს ევროპიდანაც და ამერიკიდანაც ეს ამრეწველო სიმძლავრეები იაფი მუშახელის გამო გადავიდა. ეხლა ჩინეთში მუშახელი ისე იაფი აღარ არის. გაზვირდა. ინდოეთი ხოა სამაგიეროდ. კი, მაგრამ ჩინეთს სამაგიეროდ აქვს ერთი დიდი უპირატესობა. მას აქვს კომპლექსური აი ეს სპეციალისტების, აი მთელი ყველა კლასის სპეციალისტი არის ერთად თავმოყრილი. ხავებია, ხო. ხო, მაგალითად რომ თუ გინდა ავტომრეწველობის განვითარება, იქ ჭირდება ყველანაირი და აი ყველა დარგის სპეციალისტი არის ერთად თავმოყრილი, ანუ კომპლექსში. სიმძლავრეებიც აქვს. კი, და სიმძლავრეებიც აქვს სპეციალისტები. არ არის შორს და რას ყველაზე მთავარია, აქვს განათლების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კადრებით აი ამ მთელი ამ გიგანტური მანქანის მომარაგებას. აი ახლა მე მაგალითად საშუალო ფენა დავწერე მეთქი კვლევა. ყველაზე უფრო მძიმე მდგომარეობა გვაქვს სწორედ აი ამ მემართულებით. არავინ არ სწავლობს ფიზიკას. კი. უხეშადროთ. აი მაგალითად მე გავაკეთე ესეთი უბრალო სტატისტიკური შედარება. ხო. სტატისტიკის სამსახური, ეროვნული სამსახური ყოველ რეგულარულად აქვეყნებს უმაღლესი სასწავლებლების გამოშვებას პროფესიების მიხედვით. რამდენია ტექნიკური? ძალიან ცოტა, მაგრამ მთავარი რამე გითხრა.
არის შრომის ბაზარი, სამუშაო ძალა, ანუ რეალური დასაქმების სტრუქტურა. ვინ ჭირდებათ? ხო, რეალური დასაქმების სტრუქტურა იგივე პროფესიების მიხედვით. ეს ორი რაღაც ერთმანეთს რომ შეადარებთ, ეს ორი სხვადასხვა რამე. სხვა სამყაროა. სხვა სამყარო, ანუ კორელაცია რო დათვალო, მყარად -1 არის, მაგრამ ეს კორელაციას არ აღწერს იმ აცილების ხარისხს, როგორც ეს არის აცილებული. უნდა ავტოინჟინერი და უშვებს პიარშიკს. ხო, რა თქმა უნდა, დიდი შტაბელებით გამოდიან ეკონომისტები, სადირექტოროზე რო სწავლობენ, იურისტები, მარკეტოლოგები და სხვადასხვა კლუჩი რო მოუჭიროს. აი, საინჟინრო სპეციალობები ძალიან ცოტაა. და ეხლა რაღაც სოსო მითხრა მანჯავიძემ რომ რაღაც რამდენიმე პროფტექნიკური სასწავლებელი გაიხსნა, სადაც მართლა რეალურ სპეციალობებს ასწავლიან ხალხს. მაგრამ ეს არის 1 და 2, ეს 1 და 2 არ ყოფნის საქმე. ამერიკაში ეს პრობლემაა, იცით? მაგალითად, ეხლა სწორედ მაგაზე დავიწყე. აი დაუშვათ ჩინეთიდან რომ დააბრუნოს მთელი ეს სამრეწველო სიმძლავრეები და თქვას, ის სპეციალისტებს აღარ ყავს სპეციალისტები თან. ის ხალხი გაიფანტა იქ. როდის გავიგეთ, იცი გამბავი, როცა ევროპაში და ამერიკაში დადგა საჭიროება ჭურვების დამზადების, იმიტომ ყველაზე ბევრი ჭურვი ის ყველაზე უხრიანი, უხჭურვიანი არის ეს ომი. და არ ელოდებოდა არავინ რომ ამდენ სცენარიას ის ასე უცებ თუ ამოწურავდნენ რეზერვებს. და დაიწყეს ფიქრი გაზდაზე გამოშვების და აღმოჩნდა რომ ახალგაზრდები ხალხებში არ მიდიან და ის ბებრები დაიღალნენ, მოკდა ზოგიერთი და იკარგება. გარდა ამისა არის ესეთი რამე 2017 წელს რონდელის ფონდში ფრედრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გავაკეთეთ მე მერაბ კაკულია, ლალი ქურხული ავტორები ეგეთი კვლევა უმუშევრობის სტრუქტურა და სტრუქტურული უმუშევრობა საქართველოში. მოკლედ განვიხილეთ ეგეთი რაღაც უმუშევრობის ჩვეულებრივი შრომის საერთაშორისო კრიტერიუმით უმუშევრები და ამას მივამატე შემდგომ არასრული დასაქმება, ფარული უმუშევრობა და რასტოვარია კვალიფიკაციის შეუსაბამო დასაქმება. გარდა ამისა ავიღე სიტყვა და საქმე რამდენიმე წლის გამოცემა და აი რა ვაკანსიებია გამოცხადებული, რა ვაკანსიებია შეთავაზებები და როგორია გამოშვება პროფესიების მიხედვით. ორი სხვადასხვა სამყარო. ეს 4 სხვადასხვა რამე იყო. და ბაზარი როგორც ჩანს, ხედავ რომ ბაზარი არ არეგულირებს. ბაზარმა უნდა დაარეგულიროს. ბაზარი ვერ დაარეგულირებს. განათლების პრობლემა? არა, აქ ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ განათლების სისტემა ესეთი რამეა. განათლების სისტემაში სანამ არ გექნება სტრატეგიული განვითარების გეგმა, არ გეცოდინება 15-20 წლის მერე რა უნდა აკეთო, რა შედეგები უნდა გქონდეს, ისე განათლებას ვერ დაგეგმო. განათლება არ არის ისეთი რამე, რომელიც აი მიმდინარე საჭიროებების მიხედვით უნდა დაგეგმო. განათლების დაგეგმვა თუ გინდა, აი ჩინურად უნდა იაზრონო. ჩინელები აზროვნებენ 15-20-50 საუკუნე 1000-ლოვანი პერსპექტივით. ამასე უნდა იფიქრო რა. ხო, მაგრამ აი კომუნისტების დროს მე ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე და მაშინ იყო ეგ რომ ძალიან ბევრი იარაღს აწარმოებდა საბჭოთა კავშირი და თეორიული მეცნიერებებიც იღდებოდა და თუმეტეს ინჟინრები. და იყო ესეთი ამბავი რომ ბიჭმა მათემატიკა უნდა იცოდეს. თუ შენ ფიზიკა იცი, ეხლა მე ძალიან ბევრი ჩემი კურსელი და კოლეგა არის, აქ ფიზიკოსი შეიძლება ვერ გახდებოდი, მაგრამ ძალიან ბევრი წავიდა საქმეები აკეთეს და თუ დაძლია ფიზიკის 5 წლიანი კურსი, საბჭოთა მორჩა იქ უკვე ყველაფერს დაცლევ რა. საბჭოთა უნივერსიტეტის ფიზიკის 5 წლიანი კურსი მინდა გითხრა სახუმარო განათლება ნამდვილად არის. ხო, მე ვერ დავძლიე და მაგითო ვამბობ რა და აქედან გამომდინარე მე მესმის ბაზარმა ვერ დაარეგულირა. ხო, მაგრამ უყურე ჩვენი მთავობის ხალხი ვართ, რომლებიც მოვხდით ეპოქების გარდატეხის პერიოდში, ჩვენ ასე ვთქვათ, აი ამ გირაგში მოვყევით და გავისრისეთ რა ჩვენი მთავობა რა. და ასე ჩვენ ცოტა სხვა საზომებით არის ჩვენ შემთხვევაში. ესეც ნახეთ და ისიც კი. კი. ერთი მხრივ ძალიან კარგია და მეორე მხრივ ძალიან ცუდია. კი. ანუ ყველა ეშმაკს ტუჩზე კოსნით ვიცნობ ეს ძალიან კარგია. ეხლა დაუბრუნდეთ ისევ ჩვენს ცხრებს ხო რაშინ ბარანამ რო იყვე ხო პლანეტა იცვლება კატასტროფული სისწრაფით არ ველოდება ხო როცა ევროპა ინგრევა პრაქტიკულად ევროპის მოდელი რომ ეს ცინიკური მოდელი რომ ის არის 64 რაც ჩემ
ცოდ ვიცავსე თქვა ეს ბორელმა რომ ეს არის თურმე 64 ედემის ბაღი და სხვაგან არის მე გამახსენდა რა იცი დაგეთული გექნება ჰერბერტ უელსის ცნობილი რომანი დროის მანქანა სადაც ორი კასტა დარჩა ილაები რომლებიც ცხოვრობენ 10000 წლის შემდეგ როგორც 64-ში ისე და მორლოკები რომლებიც არიან მეტროში დაბლა მიწის და ბოლოს ირკვევა რომ ესენი თურმე უბრალოდ ეს არის საქონელი ამოდიან და ამათ ჭამენ რა ტექნოლოგიურად განვითარებული მაგრამ ადამიანების სახე დაკარგული მომწეო ელაებს დაახლოებით ეგ ხდება უკვე ევროპაში იმიტომ რომ ჩვენ ამ ემიგრანტთა ტალღებს უყურებთ სხვადასხვა ქვეყანაში გერმანიაში თითქმის ყოველდღე ვიღაცა აზიიდან გამოსული ტიპი მანქანით იჭრება ბრბოში და კლავს ადამიანებს ეს უკვე ხდება და სიგიჟით არის მოცული ეს კონტინენტი გიჟიას ბევრი გიჟი პოლიტიკოსი და ეს თავდება ხო ცხადია რომ თვის გადაჩენის ინსტინქტი იმუშავებს და არჩევნებით ვერ თავდება იმიტომ რომ ჩაფრენილები არიან ჩვენთან თუ შეიცვლება რამ აი ეს ინერცია რაც ახლა ხარდაჭერა ეს რეზოლუციები ჩვენთან თუ შეიცვლება რა შეცვლის ამას რეალობაში აცვლევინებს ჩვენ დამი დამოკიდებულებას ხო? მოდი პირველ რიგში მე იმას ვიტყვი რომ ევროპაში ესეთი მემარჯვენე აზრის ესეთ გაძლიერებას მოსალოდნელი იყო, თუმცა ცოტა სიფრთხილით უყურებ, იმიტომ რომ მე ვიცი ისტორიული გამოცდილება გვეუბნება თუ როგორ მთავრდება ევროპაში მემარჯვენე განწყობების ზრდა. მაგრამ ეს გარდაუვალი იყო იმ სიგიჟეების ფონზე რაც ხდებოდა და მათ შორის ეს მხოლოდ ეკონომიკას არ ეხება, ეს ეხება სოციალურ სტრუქტურას, საზოგადოების სოციალურ სტრუქტურას და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ყველაფერს. ეხლა რა შეგვეხება ჩვენ? ეს იქ დამთავრდება ალბათ როგორღაც, მაგრამ ჩემი აზრით წეგან რაზეც თქვით, აი საშუალო ფენის კვლევა ჩავატარებთ, იქ ძალიან კარგი ტენდენციებია და ამაზე ალბათ ერთ ცალკე გადაცემა სპეციალური ხანგრძლივი გადაცემა დაგშვირდება ამაზე. სალტეში მქონდა ამასთანაც საუბარი სოსუმანჯავიძესთან. ეს ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენთვის. უნდა ვეცადოთ, არ უნდა ვიყოთ ვასისუალი ლოხანკინები რა. რაღაც დიდ და ღრმააზროვან არ არის საჭირო ანა კარენინასავით პარავოზის წინ სირბილი. მიუხედავად ჩვენ თან არ წვირვოდა ეს კაცი. ხო. დაწვავ. არ გვინდა რა, მოკლედ. არ გვინდა რა. ჩვენი ადგილი ვიცოდეთ. ხო, ჩვენი ადგილი ვიცოდეთ, მიუხედავად ჩვენ თავს პირველ რიგში. ეს არის ჩემი აზრით პირველი ამოცანა და ეს პოლიტიკა ტარდება. ეს პოლიტიკა რომ ტარდება ძალიან კარგია და ამ პოლიტიკას აქვს შედეგები. აი მაგალითად გეტყვით რამდენიმე შედეგს საშუალო ფენაზე და ძალიან საინტერესო. მეცნიერულად დადასტურებული შედეგები. კი ბატონო, ეს გავაკეთეთ 2018 წელს გავაკეთეთ მე და მერაბ კაკულია ვიყავით ისევ ავტორები და ეხლა განვაახლე ეს გამოკითხვა. და რა რა ვნახეთ? ოღონდ იქ მაშინ 21 კრიტერიუმი გამოვიყენე, ეხლა 31. რა ვნახეთ ეხლა? რა ვნახე ეგეთი რამე რომ 2009-დან 2023 წლამდე პერიოდი განვიხილე და 4.2 ჯერ არის გაზრდილი საშუალო ფენა საქართველოში. იყო 13%, არის 50%. როგორი კრიტერიუმით დაახასიათეს საშუალო ფენის წარმომადგენელი? 31 კრიტერიუმია, ჩამოთვალეთ მოკლედ კრიტერიუმი. არა, 31-ის ჩამოთვლით, მაგრამ დასაქმება ხო. შემოსავალი დოლარში ალბათ, ხო? არა, ლარები გადაყვანილი მსყიდველური ლარიანობის პარიტეტი. ის ლარი უფრო ძლიერი იყო ვიდრე ეხლა ეს არის, მაგრამ კოეფიციენტი მიუსადაგია დასაგები. დასაქმება, შემოსავლები, განათლება მაგას ჰამბურგერის ინდექსი ეძახიან. ეს გაცილებით უფრო რთულია. საცხოვრისი შედის საკუთარი საცხოვრისი, ფართობი, საკუთარი აბაზანა, საკუთარი ყველაფერი რა, საცხოვრებელი პირობები. სოცაგენტის ამბავია რა. შემდგომ კი, ფათაშორის ის ფორმულა ამ გამოკვლევიდან არის აღებული რაღაც ახალი. კი, სოცაგენტის ამბავი გამოგიყენებია. შემდეგ მისაძლომობა ბაზისურ კომუნალურ ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა ცივი წყალმომარაგება, ცხელი წყალმომარაგება, გათბობა, ინტერნეტი და აი ამ კრიტერიუმებით რა გაიგე? და გავიგე ის რომ 2009 წელს ჰქონდა 13% საშუალო ფენა, ქვედა, შუა და ზედა საშუალო ფენა ჯამში. ხო. და 2023 წელს გვაქვს 56%. მოსახლეობის მთლიანი ხო, ოჯახების ეგრე, ხო.
მოკლედ ხაზი არის აღმავალი ცალსახად. ეს ყველაფერი მოკლედ და ქალაქშიც და სოფელშიც ორივეგან არის, მაგრამ სოფელში არის 15 ჯერადის და ანუ 2% იყო სულ 2009 წელს და ეხლა მაგით დაბალი საბაზისო მნიშვნელობა 2% იყო და ეხლა 33%-ია და მაგიტომ არის ასეთი თორემ როგორი გაპარტახებული იყო მაშინ ეს ყველაფერი არის აი სოფელში აი ამ ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგი რა რაც გატარდა უამრავი რაღაც გაკიდვის კაცო სოფლის მეურნეობის პროდუქტების გატანის შედეგი ეგეც არის მაგრამ ძირითადად მაინც შემოსავლების და რა თქმა უნდა არის მაგრამ ძირითადად მაინც აი ეს გაზი რომ მივიდა გზა რომ მივიდა შუქი რომ მივიდა აქედან ახლა ეს შედეგები არის ძალიან კარგი მაგრამ ამის მერე ახლა მე საკმაოდ დიდი ანგარიშია 200 გვერდია მე ჩვენი თანამედროვე ბოლო პერიოდში გავრცელებული ანალიტიკის და სტილიდან განსხვავებით მაქვს მხოლოდ არა მხოლოდ ის თუ როგორ კარგად ვართ ან როგორ ცუდად ვართ მაგის აღწერა ამის მერე აქ რა რისკები და გამოწვევები რა მიღწევებია რა რისკები და გამოწვევები და რა უნდა გაკეთდეს შემდგომში რომ უკეთესად იყოს საქმე რა მოკლედ მიღწეული შედეგები არის ძალიან კარგი მაგრამ მიღწეული მდგომარეობა არის მყიფე. ხო, აბა, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მოკლედ ქვედა საშუალო ფენა, ანუ ისინი სამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ 75-იდან 90%-მდე, ესეთი ტიპები არიან 38%. შუა საშუალო ფენა არის 18%, ზედა საშუალო ფენა ძალიან ცოტაა. ანუ სანამ ეს შუა და ზედა საშუალო ფენა ჯამში 50%-ს არ გადააჭარბებს, მანამდე საზოგადოება სტაბილური ვერ იქნება. მესმის. მაგრამ გადასარევი ტენდენციაა ეს, რომ მაგალითად ტიპები, რომლებიც აი ამ 31 კრიტერიუმს 50% და უფრო ნაკლებად შეესაბამებოდნენ, ესეთი ტიპები 2009 წელს იყვნენ 54% და ახლა არიან 6%. ესეთები. ანუ ეს უღარიბესი ფენა რა. აი ეს ქვევიჩკე დაღმავალი ხაზია. ამოდის ხალხი მაღლა ესე. ამოდის მაღლა, მაგრამ ერთი რამე არ უნდა დაგვავიწყდეს. რაც ყოველთვის ჩვენ მთავრობასაც შევახსენებ ამას და ექსპერტებსაც რა. სიღარიბის შემცირება არ ნიშნავს უკმაყოფილების შემცირებას. ახლა სოსოსთან ვიყავი მეთქი მანჯევიძესთან. ხოთა შორის ფსიქოლოგიურია. რასაკვირველია. სოლომონ ისაკის მეჯღანუაშვილი გაიხსენა, რომელიც არის კლასიკა და ქრესტომათია სიღარიბის დიაგნოსტიკა, ანალიზის და დაძლევის თვალსაზრისით. სიღარიბი არის აქ, უკმაყოფილება არის აქ და არა. მე განვიხილავ 5 გამოვლინებას სიღარიბესაც და ესეც აქაც იგივეზე ვლაპარაკობ. მოკლედ ეს არის პირველი ეს არის ფიზიოლოგიური სიღარიბე, შიმშილის სიღარიბე. კი ბატონო. ამის მერე მოდის საშემოსავლო სიღარიბე. ანუ ხო რაღაცების მერე მოდის ნივთიერი სიღარიბე, ანუ დეპრივაცია ნივთების ხანგრძლივი მოხმარების საგნები რა. მანქანა და ხო, მანქანა, ტელეფონი, კომპიუტერი რაღაც. ამის შემდეგ მოდის სისტემური სიღარიბე, მისაწვდომობა კომუნალურ ინფრასტრუქტურაზე. შენ შეიძლება ძალიან გინდა რომ გქონდეს მაგალითად რაღაც, მაგრამ ვერ ემსახურებ. მაგრამ არ გაქვს მაგალითად გაზმომარაგება და ისეთ რაღაცას. ვერ ემსახურები შენსული. შეიძლება უძრავი ქონება გაქვს რაღაც დიდი. კი ბატონო, მაგრამ კი, არ გაქვს რაღაც ინფრასტრუქტურა და რაღაც. რომ მოუარო. ხო, და მეხუთე არის და ყველაზე საინტერესო მენტალური სიღარიბე. აი, აქ. და მენტალური სიღარიბე აი ამ საშუალო ფენის შეფასებაში მე გამოყენებული მაქვს. და მე აქ დავთვალეთ სალსალკე სხვადასხვა სიღარიბეების ტენდენცია. მენტალური სიღარიბე მე მაქვს აქ 5 კომპონენტით დაცული. ესეც საკე 5. 5 კომპონენტია. ერთი არის სუბიექტური სიღარიბე. შეიძლება ობიექტურად, მაგრამ არ მოგწოს შენ. არა, სუბიექტური სიღარიბეს მე ვთვლი რაოდენობრივად. ტიპს ეკითხება რა სტატისტიკის სამსახური. მე ახლა ეს საშუალო ფენა რო დავთვალე, სანამ ამაზე ვილაპარაკებდი, 3 მთავარი დათქმა, რაც სალტეში ვთქვი, აქაც ვთქვი და ყველგან ვთქვი. 3 დათქმა პირველი. ამ დასკვნებს მე არ ვამბობ, ამ დასკვნებს ამბობს მონაცემები. მეორე, ეს დასკვნები არ არის რაღაც ხრაკლიტურიდან და საიდუმლო სკივრიდან ამოღებული. ეს ყველაფერი დევს სტატისტიკის სამსახურის ვებგვერდზე შინამეურნეობის გამოკვლევის მონაცემთა ბაზაზე მიბრძანდი დაამუშავე და დათვალე. და მესამე ეს არ არის პანეგრიკი, ეს არის კვლევა, სადაც საიდანაც ჩანს მიღწევების, რისკების და რეკომენდაციები. აბა გითხარი, აბა მენტალური რა არის? მოკლედ მენტალური სიღარიბე არის ესეთი. პირველი, სუბიექტური სიღარიბე. ანუ სტატისტიკის ამ გამოკვლევის ფარგლებში ეკითხებიან
რამდენი არის მინიმალურად საჭირო იმისთვის რომ შენ თავი ღარიბად. არიგზნო თავი ღარიბად. გეუბნება რაღაცას. 1000 ლარი. 2000 ზოგი 1000 ზოგი 2000 ზოგი 3000. ასაც გეუბნება რა. კი ბატონო. შემდგომ თვლი ამ ოჯახის ფაქტიურ მოხმარებას. და შეადარებ. ან თუ მეტი არის, ესე იგი ამ ზღვარზე მოთა სუბიექტურ სიღარიბეში არ არის, თუ ნაკლები აქვს, ასე იგი სუბიექტურად ღარიბია. შეიძლება იმან 10000 აქვს შემოსავალი, მაგრამ თქვა 12 მინდა რა. ხო. და აღმოჩნდა რომ 2023 წელს 80%-ის მოხმარება ნაკლები იყო მათ მიერ დასახელებულ სიღარიბის ზღვარზე. ანუ 80% სუბიექტურ სიღარიბეში. ამის შემდეგ ეკითხება რა ამ გამოკლების ინტერვიუერი რესპონდენტს. შენ თავს როგორ აფასებ შენ ოჯახის მდგომარეობა შემოსავლების მიხედვით? კარგი, ცუდი საშუალო. 5-ისა გრადაცია. ხო და შემდგომ ვინც ახლა დამაკმაყოფილებლებთან უკეთესად აფასებს ის მოკლედ ის არ ითვლება ამ შემთხვევაში მენტალურად ღარიბად და ვინც ცუდად და ესე აფასებს ის ითვლება. შემდგომ როგორ აფასებს შენ მდგომარეობას ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით? აბსოლუტურად სუბიექტურია ყველა. რა თქმა უნდა, მიტომაც ვამბობ ეს სუბიექტური ანუ შეიძლება რაღაც ობიექტური კრიტერიუმებით შეიძლება დავადგინოთ რომ სულაც არ არის ადამიანი ღარიბი, მაგრამ გრძნობს თავს. როცა გითხრა ყველაზე მთავარზე ბოლოთ ახლა. მე ვეკითხები როგორ შეიცვალა შენი მდგომარეობა ბოლო 12 თვეში და როგორ რა მოლოდინი გაქვს მომავალ 12 თვეში. აი ეგ არის საინტერესო. ხო, ესეც ყველაფერი ეს ჯამში და აქედან დავთვალეთ პარადოქსი არის რა. მოკლედ ობიექტური მაჩვენებლებით სიღარიბე. ხო. ანუ საცხოვრისის სიღარიბე, ხანგრძლივი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფის სიღარიბე, სისტემური სიღარიბე ინფრასტრუქტურათა. სისტემური სიღარიბე 4.5-ჯერ უფრო სწრაფად მცირდება ვიდრე მენტალური სიღარიბე. და ეგრეც უნდა იყოს. მენტალური სიღარიბე ყველაზე ნელა მცირდება. ეგრეც უნდა იყოს. ბუნებრივია ხო? ადამიანს არასოდეს ადამიანი ობიექტურად არ არის. აქედან გამომდინარე სიღარიბის შემცირება უკმაყოფილების შემცირებას არ ხო და აი რა კარგი თანაბარდობა დაადგინე. ანუ საქართველოს ეკონომიკა რამდენჯერ უნდა და ეკონომიკას თავი დავანებოთ, ანუ ადამიანების კონკრეტული ფული, რასაც იღებს, რამდენით უნდა გაიზარდოს, რამდენჯერ, რომ გადავიდეს კმაყოფილებაში. ეს უფრო 4-ჯერ ჩამორჩება, ну თუ ეს უბრალოდ გამოვიდა. არა, ეს უფრო 4.5-ჯერ უფრო ნელა მცირდება. ხო და მაგას ვამბობ რა. არა, ეს იმიტომ რომ ეს მაგრამ ეს სხვა არის, ის სხვა არის. ეხლა როგორ არის, როცა ვეკითხები ადამიანს როგორ შეაფასებდი შენ მდგომარეობას, შემოსავლების მდგომარეობას, ეს ძალიან ნელა, მაგრამ გაუმჯობესების ტენდენცია ჩანს. თუ ეს არ აძლევს მას მაყოფილებას. ეს უფრო მეტად ჯვარედინი დაკითხვის შედეგია, ვიდრე მისი მაყოფილება. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მე მგონი ქართული ხასიათი არ არის. სოლომონ ისაკის მეჯღანუაშვილმა, რომელიც შემოსავლების მიხედვით არ იყო ღარიბი, მაგრამ ცხოვრების წესით და მოხმარებით იყო ღარიბი. როდესაც გონება გაუნათდა და პირველ რიგში სახლში გააგზავნა პური და ყველი, ანუ დაძლია ფიზიოლოგიური სიღარიბე. ამის შემდეგ მივიდა სახლში ჩამოქცეული ნახა, ცოტა გაარემონტა, მოაწესრიგა, დაძლია საცხოვრისის სიღარიბე. თუმცა ფსიქოლოგიური გარდატეხის შემდეგ. მოიცა. მაგრამ მენტალურ სიღარიბემდე ჯერ არ მივსულვართ. მერე თავი შუშანას ჩააცვა რაღაც კაიტანსაცმელი, მართალია მე გოიმი იყო და ხელთათმაზე გარედან გაიკეთა ბეჭდები, მაგრამ ზღვარი დაძლია. მერე ბოლოს გადაწყვიტა რომ სისტემური სიღარიბეს დაეძლია, წავიდა ოპერაში, იქ მართალია, რა ქვია იმას, ანტრაქტზე ბის იძახა და რაღაც სისულელები ჩაიდინა, მაგრამ ოპერაში ხო იყო? დაძლია. და ბოლოს გაახსენდა რომ გვარში ჟღანიერია. და ძალიან ბევრი ცადა რომ ეს ჟღანი რაღაცნაირად ამოეღო. ეს არ არის ქართული მოვლენა. ხო, ეს სოფლიოში ყველა ეს ახასიათებს. ეს ყველგან არის, რა თქმა უნდა. ხო იგივე შენ სოლომონ ისაკიჩი გაგახსენდა და მე დიკენსის შობისწინა ზღაპარი გამახსენდა, აბსოლუტურად იგივეა, ხო? სკრუჯი არა, სკრუჯი არის მეჯღანუაშვილი. რა საკურველია? ეს ადამიანის ბუნება არის, ამას ეთნიკური წარმოშობა არა აქვს. ხო, მაგრამ დავძლევთ ამას. აქ შეიძლება როგორ არის, იცი რომ რამ გიშოროს, ცოტა ჩვენმა აპარტავნობამ, ცოტა ჩვენმა გამოჩენის, ასე ვთქვათ, სურვილმა, სოციალურმა ურთიერთობების მრავალფეროვნებამ შეგვიჩვენა. შალვა ბატონო, დაძლევადია, რასაკვირველია, განვითარებადია, ოღონდ ერთი რამე არ უნდა დაგვაიწყდეს, რომ
ეს მენტალური სიღარიბის ასეთი ტენდენცია, ეს არის უკიდურესად ნეგატიური საინფორმაციო გარემოს პროდუქტი. თუნდაც. ხო და ჩვენია მე ესეც უდამებს რომ ისმენ, მე ჩვენია რომ იფიქრო რომ კარგად არის. აი მე მაგალითად როგორც მანტრას ისე ვიმეორებ ყველა ეთერში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მართველი ქმნის საზოგადოებრივ აზრს. რა თქმა უნდა. ჩვეულებრივი პოლიტიკოსი მანევრირებს საზოგადოებრივი აზრის მიხედვით. ეს არის. ამიტომაც ამხრივაც გვეშველება. მაგრამ ისიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ საზოგადოებრივ აზრს რო გქნი, იმას რეალურად გაყვანილი გზა, გაზი, რეალურად ნაყიდი მანქანა, რეალური მატერიალური სიკეთეები უნდა ქონდეს ფუნდამენტად. წინააღმდეგ შემთხვევაში მესამე რაიხის პრესა და დოიჩე ვოხენშაუ რომ ნახო 45 წლის იანვრამდე სულ გამარჯვებებითაა სავსე. მიშარა ეგრე არის ხო? კი ბატონო. დიდი მადლობა. ეს გახდათ ნოდარ კაპანაძე ჩვენი მეგობარი ხშირად მოგიწევთ ხოლმე და ჩვენი ძმაკაც შალვა ოგბაიძე არის აქ. და შემოგვიერთდება რეკლამაში. მადლობთ. შალვა მოვიდა ოგბაიძე ჩვენი. რა კაი სახელია რა შალვა. გენიალური სახელი. არაჩვეულებრივი. ბაბუაჩენის სახელი. ატონე შალვა პაპუაშვილი არაჩვეულებრივი რომ შალვა და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ. აღარ გამოცემ შალვა ვინმე არის აი უარყოფითი გმირი საქართველოს ისტორიაში შალვა არის არ მახსოვს შალვა ახალციხელი არა დადებით და ასე შემდეგ არა დადებითებით გავაგრძე ხო კარგით ეს თვითკლობის მცირე სიარსი დავასრულოთ და გადავიდეთ საქმეზე ხო ადამიანი რომელიც რამდენი ხანია პოლიტიკაშია გულისხმობ არა შეიძლება აქტიურ პოლიტიკას მაგრამ გვიყვარს ეს საქმე ბუნებრივია და ჩვენ ახლა უყურებთ რევოლუციას, როგორც ღმერთმა დაგვიფარა და არა საქართველოში, არამედ ეს ყველაფერი იმიტაცია. არამედ სოფლიოში დასავლური სამყარო არის რევოლუციის პროცესში. გაიგებდი ჩვენ ამბავს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი სულ ახლა ხანს იყო კოკოლა აყარასუ ევრო ბიუროკრატებს დაუწუნა დემოკრატია, დაუწუნა არჩევნების ჩაშლა, რუმინეთშიც მოხდა. და თქვა რომ ასეთ ევროპასთან ჩვენ საერთო არ უნდა გქონდეს რაც იმას ნიშნავს რომ მართა ევროპასთან კი არ გაწყვეტს კავშირს შეცვლის ელიტას იქ როგორ ფიქრობ აი ეს ძრები მე წინა სტუმარსაც დაუსვი კითხვა საქართველოში უკვე ახდენს გავლენას მაგრამ აი ესეთ შეჯანჯღარებას როდის მოხდა პირველ რიგში მივესალმები ამ მართლაც არაჩვეულებრივი გადაცემის დღევანდელი შემაჯამება და წინა გადაცემების თქვენი გადაცემების არაჩვეულებრივ კი ბატონო აყურებლებს მივესალმები და მშვიდობიან ხვალინდელ დღეს და კვირას და ასე შემდეგ და დასვენებას ვუსურებ ამ ჯანჯღარისაგან და რა არის იცით მე მგონი მსოფლიო მესამე მიმდინარეობს უბრალოდ არ გვეუბნებიან ჩვენ თუმცა ის ტექნოლოგიები შეიცვალა ახლა ღმერთმა დაიფაროს ბომბები ჩვენთან ცვიოდეს როგორც უკრაინაში თქვათ მაგრამ ეხლა გაცილებით სხვანაირი ტიპის ომები მიმდინარეობს. ჰიბრიდული ქვია მაგას. ჰიბრიდული ომები და მიმდინარეობს ინტენსიურად რაღაც ინტერესების გადანაწილება. აი ინტერესები. ამ დროს ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცე და უნდა ვიყოთ ერთი შეხედულება. ევროკავშირის ძახილი, აი ევროკავშირი და ესე იგი ადამიანი რომელიც ქართველებს ბევრი კარგი სხარტულები და გამოთქვა. აი ყუდახარი თავისთვის არ იყო და სხვებს ბუზებს უგერიოდა. ეხლა ვიცი ადამიანები რომლებიც აი იმის სახში უბრალოდ არ შეისულება რა ჩვენ საერთოდ ქართველ კაცს ესე ვაფასებთ რომ აი სახში შეუშვებ არ შეუშვებ შეხვალი იმასთან ერთად ლუკმას გატეხავ არ გატ აი ესეთი ადამიანები არიან და ევროკავშირი შვილო მიხედე საქმეს შენ თავს მიხედე კაც რომელსაც საკუთარი დედა არ უყვარს და სხვის დედის პატივს ასე თქვა სიყვარულში ასე თქვა მუხლებს იტყავებს და ენას გადმოაგდებს არ მწამს ასეთი ადამიანის და აჩვენა კიდევაც ამ ბოლო მოვლენებმა რომ საქართველოს უნდა იყოს ძალიან მტკიცე და პირველად 1978 წლის 14 აპრილიდან ჩვენ თაობა ხო არ გაცილებია რუსთაველის დედაენის აი მოვლენების მერე და ასეთი სუვერენული არასოდეს არ ყოფილა ასეთი მტკიცე რომ თავისი პოზიცია დაიცვა ერთიც უნდა ღმერთმა დაგვიფაროს რომ პატარა შევტორტმანებულიყავით მე არ მაქვს ხედელობაში ეს სამთავრობო ვერტიკალი ეს თავისთავად ჩვენ ადამიანები რომლებმა 1.5 მილიონი ადამიანი რომლებმაც ვირწმუნეთ რომ ჩვენ ასეთი გზით სწორად მივდივართ სწორი მიმართულებით მივდივართ ჩვენი ღირსები ჩვენი ღირებულებებით ამ ღირებულებებზე ალბათ ბევრია ნათქვამი აქვს და ეხლა ბევრმა ადამიანმა მათ შორის აი
სხვადასხვა მათ შორის ამერიკული ორგანიზაციები და ხელიდან კვებული ევროპარლამენტარები ნაკვები იმის რა ქვია მიერ რომლებიც გვიკიჟინებენ ეხლა შედალოცვილო იცი რომ ქართველ კაცს არ სიამოვნებს მე არ ვამბობ რომ საქართველოში არ არის ჰომოსექსუალიზმი რა არ სიამოვნებს ქართველ კაცს ამაზე ხმამაღლა საუბარი და აფიში ჯო ვირს პიტნა არ უყვარდა და ცხვირში ჩრინებდა როცა ხო არ შეიძლება ხო არის რაღაცა თემები რომ როთი არ უნდა გამოაგზავნო ხო ნუ ეხლა თან მე ეკლესიას აგინებს ეს რომ ეხლა ადამიანს ეკლესიაზე რელიგიურ კონფესიაზე და ასე თემებზე ხო შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო ხო ხედავ რომ ამ ადამიანის საქართველოში აი სამწუხარო სტატისტიკა რომ წელიწადში ერთი 20 რამდენიმე ათეული კვლელობა ან კვლელობის ცდელობა ხდება მხოლოდ და მხოლოდ რატო აი რატო დაჭერიან რატო დედა შემაგინა ხო ხედავ რომ გენეტიკაშია ქართველ კაც დედის შეგინება ოჯახის შეგინება და თუ გინდა შეურაცხყოფა მიაყენო დედა უნდა შეაგინო ხო რატო აი ამ სლოგანს რატო ამღერებ ბავშვებს ეს კაი იმაჭკუ არა აქვს და შეხო ვინც ავალებ და ეხლა რაც შეეხება ამ ბავშვებს მე აი მაგალითად ვცდილობ რომ მოზომილი ვიყო სოციალურ ქსელში ვცდილობ ხანახან წამიცდება ხოლმე მაგრამ ამასინათ ერთმა ქალბატონმა ისეთი აი 7 სართულიანი ესე თქვა ლანძ გულწრფელი თრალ მეზღვაურს შეშურდებოდა აი ოვაციას გაუმართავდა თრალი მეზღვაური და შოფერი ერთად რა ესეთი ყველაზე ესეთი გინების დიდოსტატები და ეხლა რა არის იცი ამ აი მე სულ ფიქრობ იმაზე რომ აუცილებლად დაწყნადება სიტუაცია აუცილებლად ეს დაფინანსება ეს დიდი აკლემები ხომ რომლებიც ჭიდაობენ ხო ჩვენ არ უნდა გავიჭყლიტოთ ხო მაგრამ ესეც გაირკვევა რაღაცა მოხდება რაღაცა ინტერესები აქვს ვიღაც დიდ სახელმწიფოებს მაგრამ ჩვენ რო გადავჩებით მე მამა დალოცვილო ვისაც აი კამერა სადაც არის იმას მიმართავ ჩვენ ხო მე და თქვენ ხო ერთი დედაქალაქი გვაქვს ერთი უბანი გვაქვს ერთი ქვეყანა გვაქვს როგორ ვიცხოვროთ ერთად იფიქრე იმაზე დაიტოვე უკან დასახევი გზა რომ მე და თქვენ ერთად ვიცხოვროთ რატო ჭრი ამ გზებს აი ეხლა გამიწყრა ღმერთი და ვარ ოცნების წარმომადგენელი ვარ საკრებულოს დეპუტატი ესე იგი გამოდის რომ ამის გულისთვის ლანძღვა გინება უნდა მიუძღვნა იმას რა ქვია არა მარტოაც მაგინა ნუ ახლა სხვა აღარაფერს შორს მიდიან უფრო ხო საჭმელში ჩაფურთხება და ნუ ეს როგორ ვიცხოვროთ მე და თქვენ ჩემო ძვირფასებო აი ამაზე რატო ადრე თუ გვიან ხო ეს დაამთავრდება რა ჩვენმა შვილებმა ერთ სკოლაში უნდა იარონ ერთ საბავშვო ბაღში უნდა იარონ ჩვენმა შვილიშვილებმა როგორ ვიცხოვროთ ერთად იფიქრეთ ამაზე გენაცვალე და რაც შეეხება ახალგაზრდებს მე მინდა მიმართო ახალგაზრდა ჩემი ასაკი მაძლევს ამის უფლებას ხანდახან ვაპელირებ უკვე მე ხო იცი ახლა როგორც ასაკში ვარ ხანდაზმული ვარ ხან არა ესეთი ხანდაზმული ხან არა პერეხადნოებია ვესავითავარ ხო და რა არის სპორტული მანქანა ყავს უკვე რა თქმა უნდა ხო და მაგას გადარჩი ხო და რა არის იცი აი ამ ახალგაზრდებს მიმართავ რა თვალსაზრისით რომ რატომ არ არის თქვენი გულწრფელი პროტესტი იცით რა მე თქვენში ხედავ ჩემს ახალგაზრდობას არასოდეს ახალგაზრდა არ უნდა იყოს კმაყოფილი ხელისუფლებით ყოველთვის უნდა აკრიტიკებდეს ყოველთვის ჯანსაღი კრიტიკის ქვეშ პრესის ქვეშ უნდა ყავდეს მაგრამ რატომ არის რომ ვერ ასე თქვა ის ადამიანები არ მოიძებნა ადამიანების ის რაოდენობა რომლებიც თქვენ გვერდში დაგიდგებიან თქვენ მართლაც გულწრფელ რაღაც ზოგიერთს მიმართავ თორე მე ზოგიერთს ვიღაცები დაფინანსებულები არა მე მიმართავ გულწრფელად აი ვისაც არის პარტიის ახალგაზრდები არსებობენ მე ვცდილობ თქვა რომ რატომ ვერ შეკრი იმიტომ რომ თქვენს გვერდით არიან სწორედ ის ადამიანები რომლებმაც დააქციეს ქვეყანა რომლებმაც ხალხი მოკლეს მოაკვდინეს აწამეს დაიჭირეს უკანასკნელი ლუკაპური გამოაცა ციხეში ჩაყარეს თითქმის რამდენიმე 100,000 ადამიანი და ეს მეხსიერება ჯერ ისევ ცხელია გესმით ძალიან ძნელი ეკი არა სტალინის დროინდელ
რეპრესიებზე ხალხი სტალინს რო უხსენებ ხოლმე მაპატიოს ბატონმა გრიშაუნიანმა აი სტალინს რო უხსენებ ცუდად ხდებიან ისეთი რაღაცა ხო არა მაგრამ დღევანდელ ევროპელ ლიდერებს ამიტომ ვერ კრიბავთ თქვენ ადამიანებს ჩამოიხსენით ამ ადამიანებს შემოკარგო ადამიანებო ჩამოიხსენით ჩემო ახალგაზრდებო ჩვენო ხვალინდელო დღე და ვიფიქროთ იმაზე რომ აი ვისაუბროთ იმაზე მაგალითად მე გესაუბრებით რომ ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი ჩემი პროფესიიდან გეუბნები და არის ერთი ტრანსპორტის ნაწილი და ჩვენ ევროკავშირს უკაკუნებთ კარზე რომ გვინდა ევროკავშირში ევროკავშირი რომ მოგცა საშინაო დავალება 2013 წელს როდესაც მოხდა რეგულაციებში უნდა მოხდა რომ აი ეს დირექტივები უნდა ანუ ეს შენი თამაშის წესები უნდა მე კარგია ზოგიერთი დირექცია შენ პროფესიაში არა ეს ერთი წუთით გადავდოთ გვერდზე და ამას მიუყვებით ზოგი თქვათ სიტყვა იმპლემენტირებული აქვს ზოგი უკვე დანერგილია ზოგი უკვე მაგ პროცესშია ანუ ჩვენ ამ და მაგალითად უსაფრთხოების ზღუდებით დავიწყეთ გასხუთში გინდა არ დანერგვა გინდა არ გინდა არა ეხლა არა შენ თემაზე გიქნა ამერიკიდან რო ჩამოყვავს მანქანები და იცი რამდენმა ხალხმა იშოვა ფული და ღმერთმა აშონინა და ერთ-ერთი დიდი ჰაბი რო არის ჰაბი რეგიონში ეგ ევროპაში ევროკავშირში რო ვიყოთ ვერ გავაკეთებთ მაგას ხო და ეგრე არ არის ხო და მაგას მოგახსენებთ ეხლა რომ გულწრფელად გეუბნებით რომ ჩვენ ევროკავშირისკენ სვლა ეს არ არის რაღაც შლაგბაუმიში გადავკვეთოთ და თქვათ გეოგრაფიული გადაადგილება არ არის პირდაპირ კეთილი რა და არც პანაცეა არ არის ჩემო ბატონო ევროპა მოდი რა გულახდარ ვილაპარაკოთ რა ჩვენთან მიხედონ ეხა ამერიკელებს ევროპელებმა და იმას ურჩიო ჩვენთან რო დიდი ევროპელებმა სუდმა ევროპელებმა ეგეთია ძირითადად ერთი ორი გამონაკლისის გარდა იცი რა ჩვენთან ხო დიდი გული აქვს ჩვენ ხო შეურაცხყოფას გვაყენებენ პრაქტიკულად სულში გვაფურთხებენ სააკაშვილი ხო ამ დამპლებმა ჩაგვიწერეს ამათი დედავატირე მართლა სააკაშვილი ჩაგვიწერეს ისევ და ეს კუდაყუდიანი დედაბერზე გვეუბნებიან რომ თქვენი უფროსია მაინცო აი ეგრეო ეხა წავიდნენ ეს ბატონები და ქალბატონები და იმ კაცს იმ ძრევამოსილ კაცს დაელაპარაკოთ აი ნახოთ როგორი მაგრები არიან რა ჩვენთან რო დიდი გული აქვს ხო მართლა და მართლა და ნუ ეს კიდევ რა არის ისი ეს ევროკავშირის ემისრები ხო რომლებიც არ ვიცი ჩვენი თაობა რუსეთიდან თავის დაღწევას იმიტომ ცდილობდა რომ მარტივ რამეს გეტყვით რომ აი ბორჯომს რომ გავწდებოდით ვარძიაში რომ მივდიოდით ექსკურსიაზე უნდა იქ იყო საკონტროლო გამშვები პუნქტი რუსის ჯარს უნდა გაეჩერებინა უნდა ჩამოსვა გადაეთვალა სიაში და ეს სია მოწმდებოდა მოსკოვში გამოთქმა არსებობდა არა ბიჭო მოსკოვს დავეკითხები აი ზუსტად ასე იყო ნუ აღარაფერს ვამბობ რომ ეხლა ჩემი დისერტაციის რაღაც ნაწილზე რო ჩავედი ბიბლიოთეკაში ერთადერთი დიდი ტექნიკური ბიბლიოთეკა იქ ადამიანები გულწრფელად ფიქრობდნენ რუსები ფიქრობდნენ აი ეს ძველი ელიტა რომ რა ქვიან თურქეთიდან ვიღაცა გადმოვიდოდა და ამ ჩვენს რაღაც გამოგონებებს და ნახაზებს მოიპარავთ ძლივს დავაღწია თავიანთ მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ვაის გავეყარო და ნუ მიმაქანებ შემოკარგო ადამიანებო ვუისაკენ ნუ მიგვაქანებ გვინდა ვიყოთ უბრალოდ დამოუკიდებლები პატივი ვცეთ ომში მოგხარებენ უი შეიძლება ევროკავშირი არ არის რაღაცებში კარგია მაგრამ უი არის ის განსახიერება ევროკავშირის რაც არის ეხლა ომი უბედურება არჩევნებში ჩარევა გაუქმება სულში ჩაფურთხება და ხალხო კიდე ერთხელ მე ვაფშე გავჩუნდები ჩვენ აი მილიონახევარი ადამიანი ხო ვარ გავჩუნდები ვაფშე დავიკარგებით ტრამს ელაპარაკეთ ხალხო იმას ელაპარაკეთ ვინც თქვენთვის არის გურუ და ამერიკის პრეზიდენტი ხო ისე თავარია იმას დაელაპარაკეთ უდიდესი პატივისცემა ჩემი ტრამპს მაგრამ ტრამპი არის თავის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ხო როგორი ყოფილა სოფლიო ხედა ეგეთია და ჩვენ პრიკოპში სად ვიქნები ანუ ყოფილა ეგეთი სოფლიო აი იდეალებით არ იმართება სამწუხაროდ არისევლობა ყოფილა მთელი ეს უკრაინის ამბავი რა თქმა უნდა ესე იგი მურია გააქესეს საწყალი უკრაინა და შეაჭამეს ამ რუსეთს და ჯერ კიდევ არ დამთავრებულა ეს უბედურება და სასწაული რომ მოხდეს და დღეს რომ დამთავრდეს და საერთოდ რუსეთის ხსენება რო არ იყოს რამდენი წელი დაჭირდება უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენას და თან რა არის იცი ორმაგი სტანდარტი ეს არის ყველაზე დიდი ამაზარზენი რამ ამ ევროკავშირის ემისრებისაგან ესე იგი ერთი რა ქვიან იმას გიკიჟინებენ რომ სანქციები დაუწესოთ რუსეთს
თვითონ რუსული გაზეთებიან, რუსული რესურსებს უარს არ ამბობენ. შენ ხარ ჩემი ბატონი. სხვადასხვა მექანიზმები მოიფიქრეს რუსული რესურსები როგორ გადაკაჩო თავის ქვეყანაში. ეს როგორ არის ერთი? ეს რანაირად არის ერთი? ეს სადაური წესია, ეს რა ქვია, ორმაგი სტანდარტი. ასე რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით აი ესეთ ჰიბრიდულ და იდეოლოგიურ ომში. ომში არ უნდა ვიწუწუნოთ. ომი უბრალოდ უნდა გავუძლოთ და გაუძლებთ კიდევაც აუცილებლად როგორც აი იცი ერთი პერიოდი აი ეს მახსენდება გრუშევაჩნაძის სიტყვები რა ის თავის გავისუსოთო რა ცოტა ხანიო რომ ეს ზამთარი გადავიტანოთ არავინ არ შეგვამჩნიოსო რომ არ მოხდეთ ვინმეს ინტერესის სფეროში და გენიალურად ვახერხებთ ამას ძალიან კარგია ძალიან კარგია მაგრამ გავიარეთ ძალიან კარგია რა თქმა უნდა მომავალი თაობები შეისწავლიან ამ დროს და აი მართლა 1000-ში ერთი შანსი გამოვიყენეთ. ჯერ რა ძალებია ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ სულ დამთავრდა ეხა იქ სხვა ბრძოლა არის ეხლა. ეხა უნდა უყუროთ ტრამპის ადმინისტრაციის და ევრობიუროკრატიის შეჯახებებს რა. აი უნდა ესე ვიყოთ და პოპკორნი მოვიმარაგოთ და უყუროთ რა. ესე იგი USAID აფინანსებდა კანვასის იმებს გამიგე და რაღაც მაღალ მატერიებზე მელაპარაკებიან რა. USAID და ამერიკის ბიუჯეტი აფინანსებდა რეპორტერებს საზღვრების გარეშე ვითომ რომ წესებს გვიდგენენ აქ და ზეწოლა ჟურნალისტებზე ამერიკის ეს ფული იქ მიდიოდა პირდაპირ დაფინანსება იყო აფინანსებდნენ Reuters აფინანსებდნენ აი მედიებს აი რაღაცა ნუ პოლიტიკოს მილიონები რა მიდიოდა ამაში ხო კონკრეტულ პირებს აფინანსებდნენ სოროსი თურმე სულ არ ყოფილა ესეთი უხფულიანი რა სოროსი რა თქმა უნდა იდეოლოგიურად მოთხარეს არის მაგრამ ბიუჯეტი ამერიკის და ის როგორ ის სიტყვა მოწონება ცოტა არარელევანტური აი როგორი მოსაწონია რომ ცნობილ სახეებს უხდის ფულს რომ ისინი ჩავიდნენ უკრაინაში და ფოტო გადაიღონ რა პრობლემაა იმათთვისაც რა იმათ არ ვამბობ მაგარი დააბოლეს უკრაინელები უბრალოდ ზელენსკი ძალიან მაგრა დააბოლეს შეისწავლეს კარგად რაზე ახალგაზრდა მსახიობი ამბიციური ხო მაგრა დააბოლეს და მე მართლა ყველაზე დიდ მტერს არ უშურებ ეხლა იმ საშინელებას რაც ზელენსკისთან ხდება ზუსტად იცის რომ შეიძლება ვერ იცხოვროს ვერ იცოცხლოს იმდენი რამე იცის წამოიკნავდა 170 მილიონი 70 დაიკარგაო საკუთარი მივიღეთო ხო ამ საწოდავ ზელენსკის საკუთარი თვითფრინავების უკრაინის კუთვნილი სატვირთო თვითფრინავები განთქმული ანტონოვები ან ხო ანტონოვების განუხრია როგორ დაიწვა რა აბა ბიჭო ესეთი როგორ დამენანა რა ბრია იყო მეგობრებო ყველაზე დიდი თვითფრინავი რომელსაც ყველაზე მეტი თვითფრინავის მიხედვით იყო ფანტასტიკა 6 ძრავით და თვითფრინავი ეტეოდა დაკეცილი ლიმიტი და რა ვიცი რა ბალისტიკური რაკეტები გადაგქონდათ და თვითონ თვითფრინავები, მაგრამ ძალიან დამენანა რომ დაიწვა. ვეღარც ააშენებენ. ეხლა ყველაზე ძალიან მეწოდება უკრაინა იმ თვალსაზრისით, რომ უკვე ევროპელებმა დაიწყეს, აი ვინც აქეზებდა უკვე ისინი ხო? გახეჭა ხო? არა. დაკუწები. ხო, დაიწყეს სიტყვა რომ ომი უნდა დამთავრდეს. უკრაინა რაღაცაზე უნდა დათავრდეს. ანუ ეს არის ძალიან ფარისევლობა არის ეს და ყოჩახ საქართველოს, ყოჩახ ჩვენ, ყოჩახი ადამიანები. ცოტა ჭკვიანი. ხო და ნამდვილად ასეა, ამიტომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე ნაკლი არ არსებობს ამ ქვეყანაში. ნაკლი უამრავია, მაგრამ ამას ჯანჯღარი კი არ უნდა. მიდი. შვიდად უნდა ლაპარაკი. შედალოცილო, მიდი და აგერ არჩევნებია ამ წლის ბოლოს, ხო? ადგილობრივი. აჩვენე შენი ძალა რა. არ მოგწონს, ხო? მაჟორიტარი შალვა ოგვაც სიტყვაზე, მაგალითისად. ადე კიდე აჩვენე შენი ძალა შენ და შვილი აირჩიე პეტრე აირჩიე პავლე აირჩიე ვინც გინდა და მე დააკომპლექტე ისინი ადგილობრივ აჩვენე შენი ძალა კი ბატონო პოლიტიკური დიდი მადლობა ბატონ შალოგვაიძე იყო ჩვენი განსაკუთრების სტუმარი საინტერესო საუბარი შედგა და ჩვენ ერთმანეთს მოვალ პარასკევს შევხვდებით ახლა